13 ივლისს თბილისში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის და ველოსიპედისტთა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მასშტაბური პროექტი ველო მარათონი გაიმართება. თიკო არჯევანიძე უკვე შეუერთდა მარათონის მონაწილეებს და სანამ 13 ივლისს გაივლიან ისინი საბოლოო მარშრუტს, დღეს ჩვენ გავიგებთ თუ სად იქნება სტარტის ადგილი და სად დასრულდება მარათონი. დილამშვიდობის თიკო. თიკო დილამშვიდობის. დილამშვიდობის ბაკო. კახა როგორც ხედავთ ეს სპორტულად დავიწყე დილა და კარგია. ეს ჯანსაღად და ენერგიულად დაიწყოს ყოველი დღე. როგორც თქვენ აღნიშნეთ, კვირას სპორტის სამინისტროსთან სტარტს იღებს ველო მარათონი. ჩვენთან დღეს სტუმრად იმყოფება ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი და დეტალებზე გვეტყვის მარათონის. დილამშვიდობის, როგორც მოგახსენებათ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია დრონის ორგანიზებით კვირას მოეწყობა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ველოგარბენი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან დაიწყება და დასრულდება თავისუფლების მოედანზე. მონაწილეთა რეგისტრაცია იწყება დილით 9 საათზე და შესაბამისად 11-დან 12 საათამდე მთლიანად ერთი ზოლი იქნება გადაკეტილი თბილისში და ეს ერთის მხრივ ხელშეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ხოლო მეორეს მხრივ მინდა მიმართო ახალგაზრდობას, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ამ ინიციატივაში, ვინაიდან ეს რაღაცა ლაღი და პოზიტიური ღონისძიებები ჩვენ საზოგადოებას აშკარად ჭირდება და აქედან გამომდინარე ჩვენც მთლიანად მთელი სამინისტრო მხარს უჭერთ მსგავს ინიციატივას, ჩამოსულიანიან ევროკავშირიდან ჩვენი უცხოელი სტუმრები, რომლებიც ჩაერთვებიან აღნიშნულ ინიციატივაში და ჩვენი ესე ვთქვათ ღონისძიების მთავარი სლოგანი არის იცხოვრე სპორტით, იმიტომ რომ სპორტი არის ის მთავარი, რამაც შეიძლება ახალგაზრდები მოწყვილონ ქუჩას და მომავალი. ნამდვილად, ჯანსაღი ცხოვრება ყველაზე კარგი არის დღეს. როგორც ირაკლიმ აღნიშნა, ჩვენთან იმყოფებიან უცხოელი მოხალისეებიც, რომლებიც მინდა ვკითხო მათ საიდან გაიგეს ამ მარათონის შესახებ. პირველად არიან საქართველოში თუ არა, სპეციალურად ჩამოვიდნენ ამ მარათონისთვის თუ უბრალოდ დაემთხვა მათი ვიზიტი? Well, it's a question about კითხო ხო? We're here in Georgia to expand the culture of bicycles and let the people know that bicycles do exist and we need the roads for it. სამასულები არიან ევროკავშირის მოხალისეობრივი პროგრამა EVS ესეთ პროგრამა და იდეა იყო იმის, რომ პრომო გაეკეთებინათ, ანუ პოპულარიზაცია მოეხდინათ ველოსიპედის როგორც გადაადგილების ესეთი მეგობრული ჯანსაღი საშუალებისათვის. უცხოელებთან ერთად რა თქმა უნდა ამაში მონაწილეობას იღებენ ქართველი მოხალისეებიც, მაგალითად ერთ-ერთი არის თათა, ასევე ასოციაცია დრონის თავმჯდომარე. თათა პირველად იღებთ თუ არა მსგავს პროექტში მონაწილეობას? დრონი, ახალგაზრდული ასოციაცია დრონი აკეთებს მსგავს პროექტებს თითქმის ყოველ თვეში, ანუ გაცვლები ევროპასთან ახალგაზრდული პროგრამები ძალიან ხშირად არის, თუმცა მსგავსი ესეთი ველო კვირეული, რაც ტარდება, პირველად ტარდება საქართველოში, ეს იქნება 11, 12 და 13 ივლისს. როგორც ვიცი, კვირეულის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა აქტივობებიც. ამის შესახებაც რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს. კვირეული იწყება დღეს, ანუ უკვე 8 საათზე ვაკის პარკთან იწყება ველო კვირეული კრიტიკული მასით, ანუ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ყავს ველოსიპედი შეუძლია მოვიდეს, მონაწილეობა მიიღოს. ეს იქნება ერთგვარი გარბენი, ანუ კრიტიკული დაბლოკვა ქალაქის მოძრაობის, ხოლო მთელი დღე იქნება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ველო აქტივობები და შეჯიბრებები, ხოლო კვირას დასრულდება ეს ყველაფერი. დილას იქნება მარათონი, საღამოს იქნება კინოჩვენება და ყველა მსურველს, ნებისმიერ მსურველს შეიძლება მოვიდეს იპოდრომზე. მხარდამჭერები არიან ამ შემთხვევაში სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, ბილაინი, დავითიანი და კერკეტი ორგანიზაციები, ვისაც დიდი მადლობა მათ ამ მხარდაჭერისთვის. იცით რა მაინტერესებს? ანუ სტარტს იღებს ველომარათონის სპორტის სამინისტროდან და ფინიშის ხაზი იქნება თავისუფლების მოედანზე. დაახლოებით რა მხელა მონაკვეთია აქედან ფინიშის ხაზი?
საკმაოდ პატარა, გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პირველად ტარდება მსგავსი რამე და ისეთ ადამიანსაც შეეძლება მოსვლა, ვინც ველო მოყვარულია, არ არის აუცილებელი ველოსიპედისტი იყოს. ნებისმიერ ადამიანს უბრალოდ ველოსიპედის სიარული უნდა ტარება უნდა, ამიტომ საკმაოდ მცირე მონაკვეთია, თუმცა მსურველებს შეუძლიათ უკან დაბრუნდნენ, ფინიში იქნება ოფიციალურად თავისუფლების მოედანზე, მაგრამ მსურველებს შეუძლია უკან ამობრუნდნენ და დაასრულონ სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან. ორი გზა გამოვიდეს. ჯამში დაახლოებით 7 კილომეტრზეა საუბარი, დიდი მონაკვეთი ნამდვილად არ არის და რთული მონაკვეთი არ არის. მე მაინტერესებს ჩვენთან არიან უკან აი ქართველი მოხალისეებიც და მინდა მათ ვკითხო, თქვენ სპორტსმენები ხართ და უბრალოდ მოხალისეები ხართ? სად არიან? ჩვენი ქართველი მოხალისეა გეტყვი. მოდით ჩემთან. მაინტერესებს პირველად მაინტერესებს სპორტსმენი ხარ თუ უბრალოდ მოხალისე ხარ, რომელიც ქალაქში მოძრაობს ველოსიპედით? ხო, მოხალისეზე ცოტა მეტად, ვარჯიშობთ, მე და ჩემი მეგობრები ეს ველოსიპედით მაგალითად და ვართ თის ველოსპორტში ჩართულები და რამდენადაც შესაძლებელია საქართველოში ვარჯიშობთ და ვაწვევით ესე ვთქვათ ამ სპორტს რა. ჩართულები ვართ, რა თქმა უნდა, ამ აქტივობაში, იმიტომ რომ ძალიან კარგი რაღაცა არის, როცა ესეთი რაღაცა ტარდება ჩვენ ქალაქში, რაც ცოტა გვაკლია ესე ვთქვათ და ამ ბოლო დროს წამოიწია რაღაც და გვიხარია ძალიან. დიდი მადლობა. ესე იგი, მეც შევუერთდები რაღაცნაირად ამ ველო მარათონს. დიდი ხანია ველოსიპედზე არ მჯდარ ვარ და იმედი მაქვს, რომ ჩემიც და კრახით არ დასრულდება. ვერ შეგვირდებით, რომ თავისუფლების მოედნამდე ჩავალ დღესვე, თუმცა პატარა გასეირნებას მოვაწყობ. მოკლედ დავიძრათ, ხო? თქვენ კი გისურვებთ ჯანსაღ და ენერგიულ ცხოვრებას და გირჩევთ, რომ დაიწყოთ ყოველ დღე ესე ენერგიულად, ჯანსაღად, გამოიყენოთ ეს ტრანსპორტი, მშვენიერი ტრანსპორტი. მოკლედ, ნახვამდის. დიდი მადლობა თიკო, ნახვამდის და იმედი მაქვს, რომ ნელა თხილად, ნუშები მასე თხილად. კარგია, კარგად, აბა ბედნიერად. თხილად. ჯობია გათიშონ სანამ. არა, უკვე გამოვიდა ყველაფერი, ხარ ესეთი კრიტიკული კახა. კრიტიკული არა, ნერვიულობ უბრალოდ და რომ დამენახე ხა კატში რომ ვინმე წაქცეულიყო, არ მესიამოვნება.